ვექტორები. არსებობს სკალარული სიდიდეები და ვექტორული სიდიდეები. სკალარულია სიდიდე, რომელსაც გააჩნია მხოლოდ რიცხვი მახასიათებელი. ზოგადად მათემატიკაში ის რიცხვის სინონიმად არის სკალარი მოცემული. სკალარული სიდიდეებია ფართობი, ტემპერატურა, მოცულობა, დრო, შეგვიძლია სიაკიდევ გავაგრძელოთ წონა, ასაკი, კუთხის ზომა, სიგრძე, სიგანე და ასე შემდეგ. ხოლო სიდიდეები, რომელთაც გარდა რიცხვით მახასიათებისა გააჩნია ასევე მიმართულებაც, ეს უკვე ვექტორული სიდიდეებია. ესეთია წნევა, სიჩქარე, აჩქარება, ძალა, გადაადგილება, ხომ, ქარის მიმართულება. მიმართული მონაკვეთი არის ესე იგი ვექტორი, ჩამოვაყალიბოთ. მონაკვეთი, რომელსაც აქვს მიმართულება. აი მონაკვეთი, რომელიც ისრებით არის ჩვენთან მონიშნული. ისინი შეიძლება პატარა ლათინური ასოებით და დიდი ლათინური ასოებით ჩაიწეროს. როცა ვწერთ ესე დიდი ლათინური ასოებით, მაშინ საწყისი არის ამ შემთხვევაში A, ბოლო ის ართან არის B, ვკითხულობთ AB ვექტორი, MN ვექტორი. ხოლო სიგრძე იწერება ესე, ნიშნა კი აქვს ესევე ვექტორის ზემოთ, ხოლო ჩასმულია ეს ლათინური ასოები მოდულისავით სიგრძის ნიშანში. ეს უწოდება ტოლი ვექტორები. ტოლია ვექტორები, თუ მათ გააჩნიათ ერთნაირი მიმართულება, თანამიმართული არიან და გააჩნიათ ტოლის სიგრძეები. თანამიმართულის შემთხვევაში, თანამიმართული რომ იყოს ვექტორები, აუცილებელი ისინი მდებარეობდნენ ან პარალელურ წრფეებზე, ან მდებარეობდნენ ერთ წრფეზე. ესე იგი, როგორც თქვით, ტოლი ვექტორები არის თანამიმართული, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი დახრის კუთხე OX ღერძთან არის ერთი და იგივე φ კუთხე. რომელიც არის თუ გავიხილოთ მართკუთხა სამკუთხედს, მაგალითად OAX2-ს დავხედავთ, ტანგენს φ უდრის მოპირდაპირე კათეტის შეფარდებული მიმდებარე კათედთან, ანუ Y1 იქნება შემთხვევაში შეფარდებული X2-თან. ზოგადად არის დელტა Y შეფარდებული დელტა X-თან, ანუ Y-ის ნაზრდი შეფარდებული X-ის ნაზრდთან და როცა ვექტორი იწყება სათავიდან სათავეში ამოდებული, მაშინ უბრალოდ მისი ბოლოს კოორდინატები არის. ხოლო როცა CD ვექტორის შემთხვევაში Y-ის ნაზრდი იქნება Y3 - Y2 შეფარდებული X3 - X1. ორივე შემთხვევაში დახრის კუთხე იქნება 3/5 ტოლი. ხოლო ვექტორები არის 5-3 ვექტორი. ხედავთ თქვენ, როგორც გითხარით, სათავეში როცა ამოდებული, მისი ვექტორის კოორდინატები ემთხვევა მისი ბოლოს კოორდინატებს, არის 5-3, ხოლო სათავეში არ არის მოდებული, კოორდინატები იქნება ბოლოს კოორდინატებს გამოკლებული სათავის კოორდინატები. ბოლოს ერთსახელა კოორდინატებს X აგდება X, Y, Y. ბოლოს X არის 8, საწყისის 3, 8 - 3 არის 5, 5-3 იქნება ამ ვექტორის კოორდინატებიც, იმიტომ რომ ისინი ტოლი. ხო, აი ისევ იგივე სიტუაცია გვაქვს, ახლა ვექტორი ისე, რომელიც მოდებულია სათავეში, მას ეწოდება სხვაგვარად რადიუს ვექტორი. ნებისმიერი ვექტორი, ჩვენ შეგვიძლია მისი ტოლი ვექტორი მოვდოთ სიბრტყის ნებისმიერ წერტილზე. როცა იგივე ვექტორი მოდებულია, თქვათ, იგივე ზომის ვექტორი, იგივე მიმართულების არ არის მოდებული სათავეში, მაშინ მისი კოორდინატები ჩაიწერება როგორც X2 - X1, Y2 - Y1. და იგივე იქნება OA-ს შემთხვევაში X0, Y0 და სიგრძე გამოითვლება გამომდინარე პითაგორას თეორემიდან გამომდინარე. OA ამ შემთხვევაში არის მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა, X0 და Y0 გამოვა კათედები და ამიტომ გამოითვლება OA სიგრძე უდრის კვადრატული ფესვი X0 კვადრატი + Y0 კვადრატი. AB შემთხვევაში ხვდებით თქვენ, რატომ არის ეს კოორდინატების კვადრატების ჯამია უბრალოდ. მოქმედებები ვექტორებზე. ორი ვექტორის ჯამი ან სხვაობა არის ისევ ვექტორი, რომლის კოორდინატები გამოითვლება შემდეგნაირად. ჯამის შემთხვევაში ერთსახელა კოორდინატებს შევკრებთ, ხოლო სხვაობის შემთხვევაში გამოვაკრებთ. მაგალითად, მოცემული გვაქვს A ვექტორი კოორდინატებით 3 - 1, B ვექტორი კოორდინატებით -2 2 და ჯამის შემთხვევაში შევკრებთ ესე იგი ამ X-ებს 3-ს დავუმატოთ -2, Y-ს კიდე -1-ს დავუმატოთ 2. ჯამის შემთხვევაში მივიღებთ 1 ვექტორს, ხოლო სხვაობის შემთხვევაში 5 - 3-ს. საზოგადოდ გვექნება, რომ A + B ვექტორი არის, ესე როგორც ვთქვით, ერთსახელა კოორდინატების ჯამი ან სხვაობა. გააჩნია რა გვაქვს მოცემული ჯამი თუ სხვაობა. ვექტორების შეკრების ან გამკლების გეომეტრიული ილუსტრაცია. მოცემულია ორი ვექტორი, წითლად არის A ვექტორი, ლურჯად B ვექტორი მოცემული და არსებობს ესე იგი
როგორც იცით, სამკუთხედის წესი და პარალელოგრამის წესი ვექტორების შეკრების. სამკუთხედის წესის შემთხვევაში ერთი ვექტორის ბოლოს მოვუდებთ მეორე ვექტორის სათავეს და პირველი ვექტორის სათავიდან გამოსული ვექტორი, რომელიც მეორეს ბოლოს ვერტდება, არის სწორედ ჯამი ვექტორი. პარალელოგრამის წესის შემთხვევაში კი ორივე ვექტორს მოვუდებთ სათავეში და ავაგებთ მათზე პარალელოგრამს, შევავსებთ პარალელოგრამამდე და ამ ვექტორების სათავიდან გამოსული ვექტორი დიაგონალი პარალელოგრამის იქნება სწორედ ჯამი ვექტორი, რომელიც ასევე ემთხვევა იმ სამკუთხედის წესით მიღებული ვექტორის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ და იგივე ვექტორების შევკრიბეთ. გამოკლების შემთხვევაში გამოკლება შეგვიძლია შევცვალოთ შებრუნებული მოქმედებით, იქნება a - b ვექტორი, იქნება a + -b ვექტორი. -b ვექტორი იგივე ჩვენი b ვექტორი, ოღონდ ის არის აქვს საწინააღმდეგო მიმართულებით. აქაც ვიყენებთ სამკუთხედის წესს. ერთი ვექტორის ბოლოს მოვუდებთ მეორეს საწყისს და ეს შავი ვექტორი არის სწორედ a - b ვექტორი. იგივე არის პარალელოგრამის შემთხვევაში, მივიღებთ იგივე ვექტორს. ვექტორები საკოორდინატო სიბრტყეზე შეიძლება მოცემული იყოს, გამოსახული იყოს საბაზისო ვექტორების საშუალებით, იგივე ორტები ქვია მათ. ისინი არის ერთეულოვანი ვექტორები, რომლებიც არის თანამიმართული OX და OY ღერძების და ნებისმიერი ვექტორი ჩვენ შეგვიძლია გამოვსახოთ ამ I და G ვექტორების ერთეულოვანი ვექტორების საშუალებით. ამ შემთხვევაში OA ვექტორი მიიღება OM2 ვექტორისა და OM1 ვექტორების ჯამით, რატომ? იმიტომ რომ ის არის პარალელოგრამის წესით თუ შევკრებთ, იქნება დიაგონალი ვექტორი, ან სამკუთხედის წესით OM2-ს დავუმატებთ M2A-ს, მაგრამ M2A არის OM1 ვექტორი, ამიტომ ხოლო OM2 არის I გამრავლებული X-ზე, ხოლო OM1 არის G გამრავლებული Y-ზე და მივიღებთ ესეთ ვექტორს XI YG. საზოგადოდ თუ მოცემული მაქვს ვექტორი 2 - 2, მაგალითად იქნება 2i - 2g. ხო, ასეა. ხო. ან OA ვექტორის კოორდინატებია x, y, იმიტომ რომ i და g ერთეულოვანია თქვით. თუ არ არის ვექტორი, რადიუს ვექტორი და ისე მოცემულია CD ვექტორის სიბრტყეზე, ის ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორი რადიუს ვექტორის სხვაობით. ამ შემთხვევაში CD ვექტორი იქნება OD ვექტორს გამოკლებული OC ვექტორი. მოდი ვნახოთ კოორდინატებში როგორ იქნება. OD ვექტორი, ნახეთ, OD ვექტორი არის მარჯვნივ 4-ით გადაადგილ და ზემოთ 2-ით, ანუ მარჯვნივ და ზემოთ დადებითია, ამიტომ x-ი 4, y-ი 2. OD ვექტორი ყოფილა 4, 2, ხოლო OC ვექტორი არის 1 მარჯვნივ x-ით და ზემოთ 4-ით, 1, 4. გამოვაკოთ ახლა 4-ს გამოვაკოთ 1 არის 3, 2-ს გამოვაკოთ 4 არის -2. აბა ვნახოთ ჩვენი CD ვექტორი არის თუ არა 3 - 2. CD ვექტორი x-ით მარჯვნივ 3, ქვემოთ 2-ით -2, ანუ 3 - 2. საზოგადოდ დაიმახსოვრთ, CD ვექტორის კოორდინატები შეიძლება გამოვთვალოთ, მისი ბოლოს კოორდინატებს, ბოლოს x, ვექტორის ბოლოს x გამოკლებული საწყისის x-ი, ბოლოს y გამოკლებული საწყისის წერტილის x-ი, ანუ x2 - x1, y2 - y1. ვექტორის სიგრძეზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ესე რადიუს ვექტორის შემთხვევაში იქნება მისი კოორდინატების კვადრატების ჯამი, ფესვიკიდან, ხოლო CD ვექტორის შემთხვევაში, რომელიც არ არის რადიუს ვექტორი, ასევე კოორდინატების ნაზრდის კვადრატების ჯამი. ამ ვექტორებიდან გამომდინარე შეგვიძლია ნებისმიერი მონაკვეთის სიგრძე ვიპოვოთ სივრცეში, როგორც აი გსურთ მარჯვენა ბოლო კუთხეში ხედავთ, ყვითელი მონაკვეთია, როგორ პოულობთ? თუ ვიცით ბოლო ვექტორის მონაკვეთის ბოლოების კოორდინატები, მის სიგრძეს ვიპოვით, აი ესე როგორც ვექტორებში ვიპოვოთ, x2 - x1 კვადრატში პლუს y2 - y1 კვადრატში ფესვი აქედან. და ასევე კიდევ თუ ვიცით მონაკვეთის ბოლოების კოორდინატები, შეგვიძლია მისი შუა წერტილის კოორდინატები, იქნება x1 + x2-ის ნახევარი, y1 + y2-ის ნახევარი.